ნეტავ დღეს რომელ წიგნს უნდა გადავიღო? ატუსა და მატუსა. ესენი ტყუპები არიან, ხუჭუჭთმიანები და წითურები. ძალიან ცელქები. მათ პატარა ძმა ყავს. ძალიან ცელქები არიან, ძალიან ხიარულები და ძალიან მაიმუნები. ისინი ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობენ. ასევე ამ წიგნის ავტორი ლელა ცუცქირიძეა. მე ეს წიგნი ძალიან მომწონს, იმდენად მომწონს, რომ YouTube-ზე ვიდეოების დადების სურვილი ამ წიგნმა გამიჩინა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შემიყვარდა კითხვა. ატუსა და მატუსას ძალიან ბევრი სახალისო ამბავი აქვს, მაგრამ არა თავებად დაყოფილი. ოღონდ რას გულისხმობ ახლა? სახელები არ აქვს თავებს. თავები დაყოფილი არის ესეთ. ამბავი მეორე, ამბავი მესამე და ასე შემდეგ. არ არის დიდი წიგნი სხვათა შორის, არის საკმაოდ პატარა წიგნი და სახალისო წასაკითხი. ატუსას და მატუსას ერთი სკოლაზე აქვთ ამბავი. ბებიამ სკოლაში წაიყვანა. ატუსან და მატუსამ მიფიქრეს ბუნების გაკვეთით, რატომ უნდა გვასწავლიდნენ სკოლაშიო და გაიქცნენ ბუნებაში. ისინი მართალია ცელქები არიან და ყველაფერს აფუჭებენ, მაგრამ შეუძლიათ კეთილი საქმისთვის გაკეთებაც და დაალაგეს ბუნება. ერთი სახალისო თამაში მოიგონეს, რომლის თამაშიც მე არასდროს მომიტება, რადგან ხის ფისით დაისვარეს ყველაფერი და მე ერთმანეთს ეწებებოდნენ. ძალიან საშინელი საყურებელი იყო. ბოლოს კიდევ მშობლები მოვიდნენ და მიაბრუნეს სახლში. ასევე ატუსა და მატუსა იმდენად ცელქობენ, რომ ხანდახან ხილს ესვრიან გამლელებს. კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ ატუსაზე და მატუსაზე. ერთხელ ბებიამ მისის მეგობარი მოვიდა. მას პატარა ძაღლი ჰყავდა. ატუსა და მატუსა მიფიქრეს, ნეტავ როგორ გავიმხიარულოთ თავიო და მისი პატარა ძმის ტანსაცმელი ბებიამ მისის მეგობრის ძაღლს ჩააცვეს. ძაღლის ტანსაცმელი კი მის ძმას. მისი ძმა ძალიან პატარა იყო და იტირა. ასე ბაბუასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ატუსას და მატუსას. ერთხელ ბაბუას, როცა სკამი ჰქონდა შესაკეთებელი, ატუსას და მატუსას დაავალა. მიდით აბა თუ მაგრები ხართ შეაკეთეთო. ბავშვმა შეაკეთეს, მერე ბებია დაჯდა და საოცრებავ. ბებია წაიქცა, სკამის ფეხები კი ნაწილებად დაიშალა. ბებია კიდევ სულ უბრაზდება მათ, იმიტომ რომ ყველაფერს ჭამენ და ყოველთვის ცელქობენ. ჩემსავით. ძალიან საყვარელი წიგნია, ძალიან მომწონს მე. არ ვიცი თქვენ როგორ მოგეწონებათ, მაგრამ ჩემსავით ცელქი ბავშვებისთვის ძალიან კარგი წიგნი იქნება. ასევე იმიტომ გიჩვენებთ ამ წიგნის წაკითხვას, რომ მიხვდეთ როგორი არის ცელქობა და რატომ არ შეიძლება იგი. ძალიან კარგი წიგნია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლა ძალიან კარგი წიგნია. ალბათ ყველას მოგეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან სახალისო ნაწილებია. ასევე ატუსა და მატუსა როგორ ხვდებით ხუჭუჭა და წითურები არიან. წიგნი როცა სრულდება, ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ გინდა გაგრძელება გქონდეს. იმედია ლელა ცუცქირიძე დაფიქრდება და მეორე ნაწილსაც გამოვიშვებს. აუცილებლად წავიკითხავ ატუსას და მატუსას. ძალიან კარგი ბავშვები არიან და მომავალ წიგნამდე. აბა შეხვედრამდე წაიკითხეთ ეს წიგნი. ძალიან კარგად იქნებით თუ ამ წიგნს წაიკითხავთ და ძალიან ბევრ რჩევასაც შეიტყობთ. ასევე შეგიძლიათ ძალიან ბევრი ახალი სიტყვა ისწავლოთ. ნახვამდის მომავალ წიგნამდე.